სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის. დღეს არის ლაზარეს შაბათი და ეს მოვლენა რაც იქ მოხდა, ესე იგი მართლაც არსა და არასოდეს არ მოხდა. ხო მოხდა რა ძველახმაში ისიც რომ წინასწარმეტყველებს ღვთისადმი ვედრებით მკვდარიც კი გაუცოცხლებიათ. მაგრამ აი ის რომ 4 დღის გარდაცვლილი ადამიანი საფლავად დადებული, რომელზეც მართა ერთ-ერთი და კიდევაც ეუბნეოდა რომ უფალო უკვე ყარს თო ის 4 დღეო რაც დაკრძალულია თან მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ სიცხეს რაც იქ არის, რაზეც ჩვენ ლაპარაკობთ არა, მაგრამ უფალი ეუბნება ხო გითხარიო რომ თუ ირწმუნებო ღვთის დიდებას იხილავ. ანუ როდესაც მაცხოვარმა და თავის მოწაფეებმა გაიგეს რომ ლაზარე მოკვდა და ეს სახარებიდან ცნობილია რომ ლაზარეს თავის მეგობარს უწოდებს მაცხოვარი. და ლაზარესთან და ის დებთან მართასთან და მარიამთან ბეთანიაში მაცხოვარი ხშირად სტუმრობდა. და როდესაც გაიგო რომ ლაზარე მოკვდა, მან თქვა რომ ჩემმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინაო. და ეუბნებიან მოციქულები, უფალო თუ დაიძინაო, მაშინ იცოცხლებს. მათ ეგონათ როგორც ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი რომ ძილზე თქვაო მართლაც მაცხოვარმა, მაგრამ მაცხოვარმა ლაზარეს სიკვდილზე თქვაო რომ ლაზარემ დაიძინაო. და მართლაც რა არის მაცხოვრისათვის, ვინც ეს სიცოცხლე შექმნა, მისთვის სიკვდილი და სიცოცხლე. აი როგორც ჩვენ რომ სიტყვაზე შეიძლება კი არა ნამდვილად ჩვენ უფრო ძნელად გავაღვიძებთ ადამიანს, ვიდრე მაცხოვარი მკვდრეთით აღადგენს ხო მართალია, ვინც ყოველივე შემოქმედია და მაცხოვარმა თქვა რომ ლაზარემ დაიძინა. მე რო ფიქრობენ რომ თუ დაიძინა მაშინ იცოცხლებს და რომ მიხვდა რომ ვერ ხვდებიან, რომ იცის რომ ვერ ხვდებიან, უთხრა მე უკვე გამორკვევით რომ ჩემმა მეგობარმა რომ ლაზარე მოკვდა. და მაგრამ ეს სიკვდილიო, ეს არ არის სასიკვდილო, ეს არის ღვთის დიდებისთვის. რომ ერთი ძე ღვთისა განდიდეს ვამეთიო და საგანგებოდ 2 დღე კიდე დარჩნენ და ჩავიდნენ ისე დროს, როდესაც უკვე 4 დღის გარდაცვლილია ლაზარე და იერუსალიმთან ბეთანია ახლოს იყო და მრავალი ადამიანი იყო იერუსალიმიდან ჩასული ბეთანიაში, მისი დების მართას და მარიამის სანუგეშებლად და მაცხოვარი როდესაც მიდის ბეთანიაში, მართა გამოეგებება. შეიძლება ითქვას აი სოფლის შესასვლელში ან რაღაც ესე სახლამდე არ მიდის მაცხოვარი. და ლაზარეს და მაცხოვრის საუბარი არის, მაცხოვრის და მართას საუბარია ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაცხოვარი ეუბნება აღდგებაო შენი ძმაო. მართა როდესაც ეუბნება აქ რო ყოფილიყავიო ასეთი რამე არ მოგვირიდოდა. მართა ეუბნება ვიცი რომ აღდგება უკანასკნელ დღესო. და უფალი ეუბნება ჩემი მორწმუნეო, შენ თავარი აქ წამდესო და ჩემი მორწმუნე რომც მოკვდესო, იცოცხლებს. ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი რომ მორწმუნის ძლიერება აი ეს არის სწორედ რომ ჩვენ ვიცით რომ გარდავიცვალოთ ჩვენ ვიცოცხლებთ. და მაცხოვარი ახლა ჩვენ რატო ზეიმოთ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას? იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ძალიან სანუგეშო არის. მაცხოვარი მოკლეს, მაგრამ ის ვერ მოკლეს. მასზე არ მოქმედებს ეს სიკვდილი, ვერ იმოქმედა ამ სიკვდილს, ესე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ მან თავისი ჯვარცმით, თავისი სიკვდილით, სიკვდილი დაამარცხა, სიკვდილი დათრგუნა. როგორც აღდგომის საგალობელში ვამბობთ, ეს არის სწორედ ჩვენი ნუგეში და იმედი. და მართასაც ამას ეუბნება, რომ ჩემი მორწმუნე რომც მოკვდეს, იცოცხლებს. შემდეგ მარიამიც მოდის თავისი და დაუძახებს, რომ მოდიო უფალი მოძღვარი გიწესო, გეძახისო, თუმცა მაცხოვარს არ უთქვამს, რომ
მარიამიც იგივე ეუბნება, უფალო, აქ რო ყოფილიყავი, არ მოგდებოდა ჩვენი ძმა. და ხალხი ტირის იქ და მაცხვარი ამბობს, რომ მიმიყვანე თუ მაჩვენე თუ სად არის. ახლა განა მაცხვარმა არ იცის ლაზარე სად არის, ან ლაზარე რომ მოკვდა არ იცის, ღმერთმა რომელმაც ყოველივე იცის, განა არ იცის, მაგრამ აქ რაზეა საუბარი? ჩვენ შემთხვევაში სულიერი განმარტებით, რომ მაცხვარმა არ იცის ჩვენს გულში რა ცოდვაა, მაგრამ შენ უნდა უთხრა ადამიანმა, უფალო, აი ეს მიწის და შემეცი, შენი სურვილი გამოთქვა. იმიტომ რომ ადამიანს თავისუფალი ნება გაქვს და უნდა უთხრა სად გტკივა. უნდა გამოთქვა და თუ ესე იგი მაცხვარმა არ იუკადრისა, რომ იქ მისულიყო, სადაც ლაზარე ყარდა. ხო, როგორც ამბობენ თავისი დედა. არც ჩვენს გულში შემოსვლას არ იუკადრისებს, მაგრამ ადამიანმა უნდა გაუხსნას გულის კარი. მაგრამ ადამიანი როგორ გაუხსნის გულის კარებს, ესე იგი, როდესაც სიტყვაზე აი ერთი თვე გავა, ორი თვე გავა და ახსარებას არ ამბობს. ეგ უკვე ნიშნავს, რომ აღარ აქვს ადამიანს გულის კარი გახსნილი. ვერიქით, იქ უამრავი ცოდვა იბუდებს და რაც უფრო დიდი ხანი გავა, უფრო მეტად მოიკიდებს ფესს. და მერე უფრო ძნელი ამოსაძირკვი. ერთ დღეს შეიძლება ჩვენ მორწმუნე ვიყავით, მაგრამ და შეიძლება კიდევ გონია რომ მორწმუნე ვართ, მაგრამ თუ გავა ერთი თვე, ორი თვე, ერთი წელი თუ ზოგ შემთხვევაში უფრო მეტი. ჩვენ კიდევ გგონია რომ ვართ მორწმუნე, მაგრამ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. თუ ადამიანს წამს, ისე გააკეთებს, როგორც წამს და თუ არ აკეთებს, ესე იგი აღარ წამს ისე. ეს ძალიან მარტივად არის მოციქულმა ეს გითხრა მოციქულმა იაკობმა, რომ მიჩვენე შენი რწმენა შენი საქმეებით. სხვანაირად არ ჩანს ეს რწმენა. აი სიყვარული რაში ჩანს? მოქმედებაში ჩანს. აბა ისე როგორ გამოვლენ, რას გაიგებ ახლა იდიოტის, ახლა რას გაიგებ, ვინმე უყვარს თუ არ უყვარს. კი, შეიძლება ამბობს რომ მიყვარს, მაგრამ ეგრე სიტყვით არ ჩნდება. მაგრამ რო დაინახა რომ ვიღაცა გიორგი დაღლი დაქანცული მივიდა ვიღაცას მიეშველა, აი ესე საქმემ გამოაჩინა მისი სიყვარული. რწმენაც ესე. რწმენა საქმე გამოაჩენს ხოლმე ჩვენს სარწმუნოებას. მივიდა მაცხვარი ლაზარეს საფლავთან და ტიროდა თავადაც და ხალხი ამბობდა, ნახევ როგორ უყვარდაო. და ზოგი ამბობდა იმას, რომ ვისაც შეეძლო ბრმებისთვის თვალი აეხილა, არ შეეძლო, რომ ისე გაეკეთებინა, რომ ესეც არ მომკვდარიყო. ნახეთ, აი ხალხის ორგვარი დამოკიდებულება. ერთნი ამბობენ, რომ უყვარდა, მეორე ამბობენ, რომ ნახე, არ შეეძლო, რომ გაეკეთებინა. ანუ იმას, ვინაც უცოდელია, მასაც ცოდვა უპოვეს თავიანთი. განზრახვით, ესე იგი, თვითონ როგორც ფიქრობ. ხოდა წმინდა პაისია თონელის ხატები ზოგი ფუტკარს გავსო და ზოგი ბუზს გავსო. ბუზი ჩუჩქს ეძებს, ფუტკარი შილამაზეს ყვავილებს ეძებს. ისე კარგი იქნება ერთი ასეთი რაღაც. მე ერთ-ერთ ახალ დაოჯახებულ წყვილს ურჩიე და მათ ერთმანეთზე უნდა დაეწერათ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ასეთი რამე გავაკეთოთ. აი ავიღოთ ერთი დღიური რაღაც. და თუ სადმე დავინახავთ, რომ ვინმე კარგად მოიქცა, ავიღოთ და ჩავიწეროთ იმ დღეებში. აი, ქალბატონმა ცირა, ესე და ესე გააკეთა. მათიან ესე გააკეთა, გიორგიემ. ოღონდ მარტო კარგი რაც არის. ცუდი უნდა დაიგო, ცუდს არ უნდა უყურო. აი, ფუტკარივით მართლა სამოკრიფო ის თაფლი ადამიანებისგან. და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე იქნება. მე ამ წყვილს ურჩიე, რომ ერთმანეთზე დაეწერათ, რასაც კარგს გააკეთებდნენ და იმიტომ რომ ეშმაკი ცდილობს ჩვენში ცუდი ერთმანეთში ცუდი დაგვანახოს. და ერთ დღეს თუ ძალიან მოგწონდა ერთმანეთი და გვიყვარდა, მერე მარტო ცუდს გავხედავთ. მაგრამ იმ ცუდის იქით კარგიც ხოა. ცუდი ჩვენშიც არის, განა ის ჩვენში ცუდს ვერ დაინახავს, მაგრამ რა შედეგი ექნება იმას,
რომ ჩვენ ერთმანეთში ცუდი დავინახოთ, მეუღლე იქნება, დედმამიშვილი იქნება, მეგობარი თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი. არაფერს სიკეთეს არ მოიტანს. და რადგან არ მოიტანს სიკეთეს, გახსოვთ უფალი ამბობს, ხე ნაყოფით შეიცნობა. ესე იგი ამ ხის ნაყოფი რა არის? ცუდი შედეგები. ესე იგი ეს ხე ვისგან ყოფილა, ვისგან დარგულა, ვისგან არის ეს ფიქრები და აზრები და ეს ძებნა ცუდისა. ესე იგი ღვთისგან არ არის, ეშმაკისგან არის. და ეშმაკს, რომელსაც ადამიანის გაუბედურება უნდა, აი, კიდევაც ახერხებს ამით. მაგრამ თუ ადამიანი დაიწყებდა სიკეთის ძებნას ადამიანებში, არა, ამასაც უხად იპოვიდა. თავის სანუგეშოთაც ექნებოდა, თავის მაგალითათაც ექნებოდა, თან არც გაღიზიანდებოდა. და თან იმასაც მიხვდებოდა, რომ ესე იგი ჩემშიც არის რაღაცა ცუდი ისეთი. მე კი ვითმენ სხვა ადამიანს, საზოგადოებაში იქნება ეს თუ ოჯახში თუ მაგრამ ისინიც ხო მითმენენ მე. მეც ხო მაქვს რაღაც ისეთი, რომ ჩემგანაც მოსათმენი აქვს ადამიანს. წინვალე ხასიათებისა ეხლა ბოლომდე არც ერთი არ ვართ. მაგრამ ამის დანახვა და ამის აღიარება სამწუხაროდ გვიჭირს. მაგრამ ჩვენ როდესაც სხვა ადამიანს ვუთმენთ, აქ რაღაც განსაკუთრებულს კი არ ვაკეთებთ. აქ ჩვენ უბრალოდ ჩვენ ვალს ვიხდით. რა ვალს? რომელიც დავიდეთ იმით, რომ ჩვენი ცუდი ხასიათები მანაც მოითმინა. ესე იგი ჩვენ ისე უნდა მოითმინოთ. რაღაცა ყოველთვის მოსათმენი შექმნა. და თუ ადამიანი ესე იგი სიკეთეს დაუწყებს ძებნას, აუცილებლად იპოვეს და თუ ცუდს დაუწყებს, მაცხოვარშიც იპოვეს რაღაც. მაგრამ იპოვეს და მაცხოვარი ეუბნება ლაზარეს, ლაზარე გამოდი გარეთ. და ლაზარე გამოვიდა თავიდან ფეხებამდე შეხვეული. ეხლა ზოგჯერ კითხვა ჩდება, როგორ გამოვიდა ლაზარე თავიდან ფეხებამდე შეხვეული. მაგრამ საკვირველი ის კი არა, რომ გამოვიდა. რომ მკვდარი იყო და გაცოცხლდა. ეგ უფრო საკვირველი. მაგრამ ღვთის ყოვლადძლიერების წინაშე უკვე ესეც აღარ არის საკვირველი. ადამიანური თვალით თავისთავად ცხადია საკვირველია და აქ გამოვლინდა მაცხოვრის ორივე ბუნება, ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება. ადამიანური ბუნების გამოვლინებაა, როდესაც მაცხოვარმა თქვა, რომ ლაზარე გამოდი. ჩვენაირი ადამიანური ხმით მიმართა. მაგრამ ჩვენ რომ მივმართოთ, გამოვიდოდა, არ გამოვიდოდა. და ლაზარე რომ გამოვიდა, ამაში სწორედ ღვთაებრივი ბუნება ჩანს. ანუ ლაზარე გამოდი გარეთ, აქ ადამიანური და ღვთაებრივი ბუნების გამოვლინება ხდება. ადამიანურად კი ეს იტყვება, მაგრამ ღვთაებრივი ძალა აღადგენს მას. და ლაზარე გამოდის და ამის შემდგომ ლაზარე მრავალი წელი იცოცხლა. კიდევ რა ვწდები 30 წელი. და იყო კვიპროსის ეპისკოპოსი. და სწორედ მას უკავშირდება, აი რატომაც დავუშვათ, აი საქართველოს ვიცით რატომაც ითვლება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრად, ხო? მოციქულებმა წილი ყარეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს შეხვდა ივერიის გაქრისტიანება და ათონის მთაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრად ითვლება. ღვთისმშობლის ბაღად ითვლება, ესე იგი ის არის მფარველი ათონისთვისა და ესეც სწორედ წმინდა ლაზარეს უკავშირდება, როდესაც ის იყო კვიპროსის ეპისკოპოსი, მას თხოვა ღვთისმშობელს, რომ მასთან მისულიყო და აი ამ მოგზაურობის დროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მივიდა ათონის მთაზე, სადაც შეიძლება ითქვას, რომ კერძთაყვანისმცემლობა იყო გაჩაღებული და ესეთი არაერთი ადგილებია ხოლმე თავდაპირველად, სადაც ამა თუ იმ კერპის ბომონებია და შემდეგ მართლმადიდებლური ტაძრები აღიმართება და აი სწორედ პირველად მაშინ მივიდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ათონის მთაზე და დღემდე არის მისი მფარველი. რაც შეეხება ახლა ხვალინდელ და შემდგომ დღეებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია და თუ ადამიანს დაუშვათ აქვს ფიზიკური და ყველანაირი შესაძლებლობა, რომ წირვა-ლოცვას დაესწროს, ეს არ უნდა გამოტოვოს. დღევანდელი დღე სხვათა შორის, აი ლაზარეს შაბათი. აი თითქმის საუფლო დღესასწაულის ტოლი დღე არის. იმიტომ რომ ესეთი რამე, როგორც
თქვით არ მოხდარა არასოდეს და ფარისევლები და მღვდელმთავრები ლაზარეს მოკვლასაც ცდილობენ. ვინც ქრისტეს დევნიდა, ლაზარეს მოკვლასაც ცდილობდნენ. რატო ცდილობდნენ? ეს ცოცხალი საბუთი იყო, რომ ქრისტე არის ღმერთი. და თან იერუსალიმთან ახლოს არის უამრავი ადამიანი ჩადის. ეხლა თქვა რომ გაიგოთ რა ეს სიტყვაზე კარგში თუ მერეთში ესეთი რაღაცა მომხდარა, ვიღაცა 4 დღე იყო და გაცოცხლდა და ხო მოგინდება შენი თვალით რომ მიხვიდე და ნახო. მერე იქ იტყვიან როგორ იყო, რა იყო და ესე იგი შენ დაიჯერებ უკვე. და რომ არ დაეჯერებინათ, ისინი ცდილობენ ლაზარეც მოკლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ადამიანური განზრახვა სხვა არის და ღვთის ჩანაფიქრი სულ სხვა არის. ხვალინდელი დღე კი არის, როდესაც მაცხვარი დიდებით შედის იერუსალიმში. ეს ბრძოლა, ბაიაობა, ზოგან სხვათა შორის პალმობის დღესასწაულს უწოდებენ, სადაც რომელი მცენარე უფრო ისეთია, იმის მიხედვით. მაგრამ მთავარი აქ იცით რა არის, აი ადამიანები მხოლოდ ბაიას ტოტებს კი არა, ტანის სამოსსაც იხდიან და უფენენ მაცხვარს. და მაცხვარს ასე ეგებებიან. მაგრამ მაცხვარს იმის გამოც ეგებებიან, რომ მათ იციან, რომ ლაზარე აღადგინა მკვდრეთით. ლაზარე რომ აღადგინა მკვდრეთით. ეს არის ერთ-ერთი მთავარი აქ. იმის გამოც რომ 5000 კაცი დააპყურა 5 პურითა და 2 თევზით. რომ ბრმებს თვალი აუხილა თუ კოჭლი განკურნა თუ სხვა. მაგრამ ეს ყველაფერი როგორც ახლა თქვენ აკვირდებით, უფრო ხორციელს უკავშირდება. ხორციელს უკავშირდება. ანუ ამიტომაც ეგებებიან როგორც აი მეფე რო დაბრუნდება ბრძოლიდან გამარჯვებული, ასე ეგებებიან. მაგრამ ეს მხოლოდ ხორციელი დამოკიდებულებაა მათი. და ცოტა ხანში იგივე ხალხი, ვინც მანამდე ასე ოსანა მაღალთაშინა შეძახილებით ეგებებოდა, იგივე ხალხი ყვიროდა, რომ ჯარსაც იებო. პილატეს ეუბნებიან ჯარსაც იებო. ამიტომაც აი ჩვენც უნდა იმაზე დაგვაფიქროთ სამარო, აი დავუშვათ, როგორც ხატზე არის ნათქვამი, რომ ხატი არის ზეცის სარკმელი. ეს ხატი გახსენებს და დავუშვათ ქრისტეშობის ხატს უყურებ. თან მით უმეტეს ძველ პერიოდში წერა კითხვა ესე ჩვენ რო ყველა ვიცით, ხო ყველამ არ იცოდა, თითოეულა მიცოდა, მაგრამ ეს ხატი თან იყო მისთვის ქადაგება, რომ ქრისტეშობის შესახებ მოეთხრო ამ ხატს. აი ეს გზაც ადამიანი რომ სახში წაიღებს, იმ გზამაც უნდა მოუთხროს იქაური მოვლენები, რომ რა ხდებოდა, რატო ეგებებოდნენ მაცხოვარს ასე, მერე რატო ყვიროდნენ ჯარსაც. და ადამიანის თუ მხოლოდ ხორციელს დაეძებს, შეიძლება კიდევაც თქვას დიდება შენ და ღმერთო, როცა სიტყვაზე ამბობ, ახალ სახს იყიდის, ახალ მანქანას იყიდის თუ ტელეფონი, რაღაცა გაიხელდა ადამიანი. მაგრამ რო აღმოაჩენს, რომ ესე იგი მხოლოდ ამ მატერიალურისთვის კი არ არის ღმერთი, არამედ ჩვენ სულიერად უნდა იცხოვრო, შეიძლება აღარ გინდოდეს. და მერე უამრავი წოდა ჩაიდინო ადამიანმა და ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, შენც იყვირო ჯარსაც. იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანის წოდებით მაცხოვრის წყლულები კიდევ უფრო მრავლდება. ამიტომ აი ამ გზამ სადღაც ეგეც უნდა უთხრეს ადამიანს. ველოდება წინ ნების შვიდეულის დღეები და დიდი ხუთშაბათი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. საიდუმლო სერობა, ზიარების პირველი ზიარება, როდესაც პირველად აზიარა მაცხოვარმა თავისი მოწაფეები. ჩვენ სავარაუდოდ ღამით გვექნება, წირვა 4 შაბათ ღამით. ხო 11 საათზე დავიწყებთ. მერე თავისთავად აღდგომაც ღამით იქნება. თუ მოახერხებთ აი ნების შვიდეულის დღეებში, სადაც მოახერხებთ დაესწრებით, ეს სულ ეუბნები ხოლმე მრევლს წმინდა მამის ივანე კრონშტადტელის სიტყვებს, რომ ნების შვიდეულის დღეებითო იკურთხება მთელი წელიწადის დღეები, აი ამ დღეებში ღვთისმსახურებაზე დასწრებით. დიდი ორშაბათით ყველა ორშაბათი, სამშაბათი და ასე შემდეგ. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ და მრავალ ქრისტეს აღდგომას დაგასწროთ ღმერთს.